not a time of life. It is a state of mind. It is not a matter of rosy cheeks, red lips, and supple knees. It is a matter of the will, a quality of the imagination, a vigor of the emotions. It is the freshness of the deep springs of life. Youth means a temperamental predominance of courage over timidity, of the appetite for adventure over the love of ease. This often exists in a man of 60 more than a boy of 20. Nobody grows old merely by a number of years. We grow old by deserting our ideals. Years may wrinkle the skin, but to give up enthusiasm wrinkles the soul. Worry, fear, self-distrust bounds the heart and turns the spirit back to dust. Whether 60 or 16, there is in every human being's heart the lure of wonder, the unfailing appetite for what's next, and the joy of the game of living. In the center of your heart and my heart, there is a wireless station. So long as it receives messages of beauty, hope, courage, and power from man and from the infinite. So long as you are young, when your aerials are down. Hi! მოკლედ დღეს დილით ვერ მოვასწარი მოსალმება თქვენთან. იმიტომ რომ მეჩქარებოდა და თან ძალიან გამოვხიზლებელი ვიყავით. ძალიან დატვირთული დღე მაქვს დღეს. პრივატული უკვე ჩავატარე. ახლა ერთ 5 წუთში გავალ და ქრისტის და თათულის შევხვდე. გაწეულებზე მივდივართ. მე რომ უნდა ვივარჯიშოთ და მე ისე უპილოტესი გვაქვს. მე სახლში უნდა მივიდე ჩართვა მაქვს რაღაც უნივერსიტეტის წარდგენა მაქვს პრეზენტაციის. მე უნივერსიტეტში უნდა წავიდე, მე ცეკვაზე უნდა წავიდე და ბოლოს სახლში მოვალ გვიან. ეგ არის დღევანდელი გეგმები. აიღე გუშინ ვიყავით ინტენს კარდიოზე და ერთ-ერთი ვარჯიში 5 დგას და უნდა ახტე, ჩამოხვიდე, ქვევით დაწვე, ამოხვიდე, ისე ახტე, ჩამოხვიდე და ასე შემდეგ. ხალხი ვერ ავხტი ყოც, იმიტომ რომ არ გამიშვა გონება. აი ჭირა. ისეთ სასაცილო ვიყავი, ისეთ სასაცილო. ქრისტი დგას გვერდით იგივე ვარჯიშს აკეთებს და მე ხომ დგავარეს. და აი ეს ხომ ჭირს. ქრისტი თავიდან არ იმჩნევდა, რომ რაღაცა არ გამწყდომოდა რაღაც და ბოლოს სიცილი რა მიტყდა. აი ისეთ სიცილი აუტყდა იმასაც, რომ აი ძალიან სასაცილო ვიყავი. აი ამ სიმაღლე ყოცე ვერ ავხტი. ხვალ ავხტები. აუიქნებ გადავიღო ჯგუფ ვარჯიშებზე რაღაც კადრები. ვიცი. ой, და პრივატულებზე ვინმეს ჩაწერა თუნდაც ჩემთან ინსტაგრამზე მოვწერეთ. დატეხე. წეგან დაუვარდა და ნახე. და მუშაობ. იღებს. ახლა ორივე კამერა მუშაობს. ის ხო. ჩემი ახალი ჭილები. მოკლედ უნივერსიტეტი გაცდა. უნივერსიტეტი რა პირველი ლექცია გაცდა და მეორეზე ის დაცარვაპირებდი წასვლას. შესაბამისად გამოვიდა რომ უნივერსიტეტი დღეს არ გამოვიდა ეგ ამბავი მოკლედ. ცეკვაზე ვაპირებდი წასვლას, მაგრამ მივხვდი რომ ძალიან დაღლილი ვარ და სანამ ბავშვების სანახავად გავალ, უნდა დავისვენო ცოტა თორე ძალიან ძლივს ყავარფეხზე ძალიან დავიღალე. ხო და იდეაში ეგ არის, ხა თამთაც მოვა, თმა შეიჭრა და ძალიან მაინტერესებს ნახო. სხვა რავი არაფერი, ძალიან დაღლილი ვარ, აი ძალიან. უცეკვა ძალიან მომენატრა, ძალიან დიდი ხანია არ ყოფილვარ და ვეღარ დავდივარ სისტემატურად უნივერსიტეტის გამო და მინდა რომ დავუბრუნდე რა ის. მოვა მაგისტროც. აუ, ძალიან მოწეს. აი super.
გამოვზადე. ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ იმედია ბავშვების ნახვისას უფრო ასე თქვა გამოფხიზლდები. წავითი. ვაი, ფეხი ვერ ამოვდგი. კი ეს Fine. Არა, ძალიან ცივი რეკურსია. მე და ჩემი რეკურსები. დღეს არის 4 აპრილი და დიდი ალბათობით ამჯერად არ უცდები, იმიტომ ხან თვემერევა, ხან რიცხვი მერევა, დროზე საუბარიც არ მაქვს აზრ რა დრო არ, ანუ უბრალოდ ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს თარიღებთან, რაც არ ვიცოდი სანამ ვიდეოს გადაღება არ დავიწყე. მანდელი გეგმები, მიყვარს ეგრევე გეგმებს რო გაჯახებთ ხოლმე, მაგრამ ხო იდეაში სხვა ისე საინტერესო არაფერი არ მაქვს სათქმელი. Cool. აი, დღევანდელი გეგმები. დილით უნდა წავშულიყავი კარდიოს ჯგუფურ ვარჯიშზე, მაგრამ ისეთი გამოფიტული ვიყავი დილით.
ანუ უბრალოდ ორგანიზმი არ მომორჩილებოდა და სამწუხაროდ გავაცდინე. მეძინა 12-მდე გამოვიძინე ძალიან კარგად. ეხლა წავალ, გავიმზადები, შევჭამ, მთელი დღე პიჟამაში ვარ, გამოვიცვლი და წავალ რაღაცები უნდა ვიყიდო პროდუქტები, რადგან დღეს გოგოები მოდიან ჩვენთან და ფილმს უნდა ვუყუროთ და ერთად გავატაროთ სასიამოვნო საღამო. ეს არის დღევანდელი გეგმა იდეაში, მხოლოდ და მხოლოდ. მაგრამ ეს ერთი რაღაცაც ისეთი კაია, რომ სრულიად საკმარისია დღევანდელი დღისთვის. თმა აფეთქებული, მაგრამ cute. I guess. კაი, წავედი. ხავნა შევჭამო, გავიმზადო და მე კი ნახავთ დანარჩენს. წავედით საშოპინგო, ავიღოთ. დავბრუნდი და ახლა ცოტა უნდა მივალაგო, ოთახი გავამზადო. ვაიმე, მინომიდა. ძალიან ცხელა გარეთ სხვათა შორის. ტყილად გავედი ჩაფუთუნული. ბუძუნძულები. გამიჯობა. სამი ერთნაირი მოდიხო. Browse ხარ ჩათული. ესე ჩემ დედიკო. და ის უნდა გამოვიტანო რა 2 სავარძელი. ესე უნდა ჩავკდე და პროექტორს მოიტანს ანა და ცომელა. და აქ დავდივარ და აქ ვიყავ თავს. ხვალიდან გადამივლის და დავუბრუნდები ჩემ ცხოვრებას ეს არის. მივხვდი რა არის სიყვარული. გზაში რომ მოვდივარ, ხალხს ვთვალიერებ რომ იქ ხო არ არის. დილამშიტოვისა. დღეს არის 6 აპრილი. გუშინ სამწუხაროდ არაფერი არ გადამიღია საერთოდ. ძალიან უცნაური და უაზრო დღე მქონდა. პილატესზე და გაწევრებზეც არ წავსულვარ დილით, იმიტომ რომ ძალიან გვიან დამეძინა. სადღაც 5-ის წუთებზე ჩამეძინა და მთელი დღე ვიდე. ძალიან უაზრო ხასიათზე ვიყავი, საერთოდ არაფრის თავი და ენერგია არ მქონდა და ცეკვაზე კი ვაპირებ წასვლას, მაგრამ ცეკვა გაცდა და ხო, ნუ ძალიან უაზრო დღე იყო. აი ესეთი დღე იყო, აი სულ რაღაცის გაკეთა გინდოდეს რომ ვერ აკეთებ და სჯობს რომ უბრალოდ წამოწვე და უფლება მისცე თავს რომ დაისვენო, აი ეგეთი დღე იყო. ხო, დღეს შაბათია და რეპეტიციები გვაქვს მე და ქრისტის და იქ მივდივარ ახლა ცოტა ხანში. ხო, სხვა ესე რავი არაფერი. შეიძლება საღამოს ნეკა ამოვიდეს ჩემთან ერთად ერთი ეგ არის და ეგ. და დღესაც ცოტა გამომყვის ხასიათი გუშიაც მქონდა და იმედია ახლა პაჭკებს რომ ნახავთ და გამომისწორდება ხასიათი. გოგოების საღამო ძალიან სასიამოვნო ჩაი არა. კერკი იყო ნამდვილად. დიდად ლაპარაკის ხასიათზეც არ ვარ, ამიტომ წავედი. ნახეთ როგორი ფრითია. როგორი ლავაშია, ვაიმე.
დავბრუნდი სახლში. ხასიათი არ გამომსწორებია, ისევ სამწუხაროდ. ძალიან დავიღალე არა და არ ვიღლები ხოლმე ძირითადად შაბათობით. ცოტა ხანში ნიკა მოვა და ველოდები ასე წამოგორებულ მდგომარეობაში. ავიხე იქნა თუ ის ხმა. გამარჯობა მეგობრებო. დღეს არის 8 აპრილი. ისე რა თქმა უნდა 100% დაწუნებული არ ვარ, მაგრამ წესით 8 აპრილია. ორშაბათია, ეხლა მივდივარ უნივერსიტეტში, დილით არაფერი არ მქონდა, სამწუხაროდ არაფერზე არ წავსულვარ, არც ტრენაჟერებზე, არაფერზე, მეძინა საკმაოდ დიდი ხანი. უნივერსიტეტში მივდივარ, ახლა ანას შევხვდები, 1-2 წუთში ალბათ უკვე გამოვა სახლიდან და წავალთ უნივერსიტეტში. მე ვაპირებ ცეკვაზე წასვლას. დიდი ალბათობით გარიცაშნელი ამინდია, მაგრამ არა უშავს. და ხო, იდეაში სხვა არაფერი არ ხდება დღეს. ზოგადად რა სხვა ადამიანების ყურებისას არ გაგიჩნდეთ ის განცდა, რომ თქვენი ცხოვრება ვინმეზე რამით ნაკლები, ან ყოველდღიურობა, ხო? ყველას თავისი ინდივიდუალური გამოცდილება აქვს ცხოვრებაში, ინდივიდუალური ყოველდღიურობა და ეცადეთ რომ არ შეადაროთ ხოლმე, ხო, თქვენი თავი. მე მქონია რომ ის ფიქრები, რომ აი რა საინტერესო ცხოვრება აქვს, ნეტა მეც ეგეთი ვიყო. ეცადეთ რომ მაგ ფიქრებს არ გაყვეთ ძალიან და არ ჩაუვნოდეთ, რადგან ხო როგორც ვახსენე, ყველას ინდივიდუალური ცხოვრება და გამოცდილებები აქვს. ზოგს ისე, ზოგს ასე, ხო? ყველას ვფიქრობ, რომ ჩვენებურად ლამაზი ცხოვრება გვაქვს და უნდა დავაფასოთ ის ყველაფერი, რაც გვაქვს. ამიტომ ხო, მსგავსი ფიქრებით ძალიან არ დაიტვირთოთ ხოლმე გონება. და სხვის ცხოვრებას თქვენი ცხოვრება არ შეადაროთ. ეს მინდოდა რომ მეთქვა. ამიტომ ამ ტალღაზე გტოვებთ. წავედი ახლა უნივერსიტეტში. კაცით. დავბრუნდი მეგობრებო სახლში. ცეკვაზე ძალიან კარგი იყო, აი სასწაულად კარგი, მართლა გაღიმებული ვცეკვავდი მთელი პროცესი, ისეთი მონატრებული მაქვს და კიდევ ერთხელ გავიაზრე როგორ მიყვარს ცეკვა და რამხელა გავლენა და როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მჭირდება, აი ძალიან მართლა. მენტალურად მივხვდი, რომ აი სასწაულად მჭირდება. ხო და ძალიან გამიხარდა, რომ დღეს მივედი. გამოცდა მქონდა ხო დღეს, ეგ არ მithქვამს თქვენთვის. რავი, დავწერე. ძალიან დავიღალე ლოგინიდან ვერც ავდექი, რომ ნორმალური რაკურსით გადამეღო ეს ყველაფერი, ამიტომ ასე წამოგორებულ პოზაში გემშვიდობებით. სულ ეს იყო ამ ეტაპისთვის. მადლობა რომ მიყვრეთ, ძალიან ბევრს გკოცნით. და სულ შემთხვევაში გამოიწერეთ ჩემი არხი. always არასდროს არ მithქვავს. ხო, ძალიან გამახარებთ. გემშვიდობებით ჩემი ვარსკვლავიანი ლოგინიდან გკოცნით. შეხვედრამდე.